არ ვაღიარებ ამას. არასდროს არ ვაღიარებ იმას, რომ სოხუმი და ცხინვალი ჩვენი არ იქნება ოდესმე. და ყველა ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არ უნდა წახვიდეთ, არ უნდა ილაპარაკოთ, აი ის არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ის არის ანტიეროვნულად მოაზროვნე, ვინც ამას იტყვის დღეს. იმიტომ რომ უნდა დამთავრდეს სააკაშვილის იდეოლოგიის წნეხის ქვეშ ცხოვრება და ეს სააკაშვილი კიდევ ვამბობ, რომლის იდეოლოგიის ქვეშ დღესაც ცხოვრობს საქართველოში გარკვეული პოლიტიკური სპექტრი, სამხედრო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს იმ დანაშაულებებისთვის, რაც 2008 წელს ჩაიდინა. ამიტომ ჩვენი მიზანი არის გაიხსნას კარი, აი პირველი კარი პოლიტიკური დიალოგის ქართულ და რუს დეპუტატებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვართ პატარა ბავშვები და კარგად გვესმის, რომ დიდი დარტყმები წამოვა, მაგრამ მოვერევით ამ დარტყმებს ჩვენი სამშობლოს გამო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით, იმიტომ რომ პარლამენტში ჯდომა და ხმის არ ამოღება და მარტო იმისი დეკლარირება, რომ უნდა მივიღოთ რაღაცა რეზოლუციები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა თავდება რეზოლუციებში, აი ეს არის დანაშაული. საჭიროა ქმედებები და მზად ვართ მოვერიოთ დარტყმებსაც პირდაპირ ვამბობ. მადლობა დიდი. კალაშნიკოვის გარდა ხომ ვერ დამიკონკრეტებთ კიდევ რა შეხვედრებია და ვისთან და უნდა დაგემშვიდობოთ. უბრალოდ თქვენ ხართ ეხა ინფორმაციის მთავარი წყარო ჩემთვის და ამიტომ 2 წუთით გადამიცდა. იქნებ მითხრათ კიდევ ვისთან იგებთ? ეს შეხვედრები გაგრძელდება 2 დღის მანძილზე ხვალდაზე. შემდეგ ჩვენი ფრაქციის წევრები დაბრუნდებიან თბილისში, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქვე გააკეთებენ პრესკონფერენციას და ყველა დეტალი მედიისთვის იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ირმა. საჯარო პოლიტიკის მომხრე ვართ, ინგა. ჩვენ არ გავპარულვართ მოსკოვში და სხვადასხვა პოლიტიკოსების მსგავსად არც